მე მართალი გითხრათ, არ ამგონია, რომ ეს კარგად გააზრებული სტრატეგია იყოს, ანუ ამის უკან იდგეს კარგად გააზრებული სტრატეგია, უბრალოდ მათ არ უნდათ, რომ რაღაცნაირად ბოლომდე და ცალსახად ღიად თქვან, რომ ისინი საბოლოოდ ვარს ამბობენ დასავლური ინტეგრაციის სტრატეგიაზე, ევროპული ატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიაზე, მაგრამ თან ვარს ამბობენ რეალურად. და რაღაცნაირად ეს მულტივექტორული პოლიტიკა არის ესეთი თითქოს კარგი გამოსავალი რიტორიკულად, რომ ახლა გვაქვს მულტივექტორული პოლიტიკა. თუ ეს არის, მაშინ უნდა ეს უბრალოდ სიტყვა არ არის საკმარისი, ანუ რას ნიშნავს ეს მულტივექტორული პოლიტიკა. შეიძლება ქონდეს კარგი ურთიერთობა მრავალ სხვადასხვა ქვეყანასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს მულტივექტორულ პოლიტიკას. მაშინ მათ უნდა თქვან ღიად, რომ ჩვენ ვარს ვამბობთ ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკაზე. თუ ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკას აგრძელებთ, მაშინ ვერ გექნება მულტივექტორული პოლიტიკა. რაღაცნაირად ეს არჩევანი უნდა გააკეთო და ერთიც და მეორეც, როდესაც ერთსაც ამბობ და მეორესაც, ნიშნავს, რომ არც ერთი პოლიტიკა არ აქვს და საერთოდ არ აქვს გააზრებული შენი პოლიტიკური სტრატეგია. ფაქტობრივად ეს არის რაღაც ბუჩქებში ჩამალვის პოლიტიკა. არავით არის საფრთხე ჩვენ წინაშე. არ დგას სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენ კონცენტრირება მოვახდინოთ ქვეყნის შიგნით განვითარებაზე, წინსვლაზე, კეთილდღეობაზე და ასე ერთ მუშტად შვიდად მტკიცედ გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა. რა თქმა უნდა, როდესაც ვარს ამბობ ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკაზე, ბუნებრივია, რომ ალტერნატივა არის, ასე ვთქვათ, რუსეთის სამყაროში შესვლა. რა თქმა უნდა, ამას ხელისუფლება ღიად არ ამბობს, მაგრამ ეს არის უბრალოდ გეოპოლიტიკური რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ და ის რომ რეალურად ეს არის ხელისუფლების არჩევანი, ამას ირიბად ყოველ შემთხვევაში მოწმობს მათი რიტორიკა, მათი ქმედებები და ასე შემდეგ. შეუძლებელია რომ რადიკალურად შეცვალო საგარეო პოლიტიკური სტრატეგია და რუსეთი არ ახსენო. და რაკი ეს ასე ხდება, ამიტომ ბუნებრივად უჩნდება ადამიანებს ეჭვი, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სტრატეგიის შეცვლა ნიშნავს რუსეთის სტრატეგიულ სივრცეში გადასვლას.